კვლავ შეფასებების თემა მმართველი გუნდის განცხადებები ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ. თავად პარტიაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის იდეა, რომელსაც ვერავინ აკრძალავს. ქართული ოცნების ხელისუფლებას კი იქამდე დაასრულებენ, სანამ აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. მმართველი გუნდი კი წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრობს. შეგახსენებთ, პირველი არხის ეთერში თეა წულკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე იურისტთა ჯგუფი მოამზადებს დოკუმენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარადგინება. 4 ოქტომბრის შემდეგ თუ ვინმე აიკრძალება, საქართველოში ეს იქნება რუსული რეჟიმი, ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე, ეს დაჯგუფება, რომელმაც ქართველი ხალხი გააღარიბა. საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოზე დემოკრატიული ოპოზიციის გაუქმებაზე არის აბსოლუტურად არარელევანტური. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა სინამდვილეში თვითონ ქართული ოცნებაა. იმიტომ რომ მთელი ნაციონალური მოძრაობა, ყველაზე მავნებლები ნაციონალურ მოძრაობაში ვინც იყვნენ, პროკურორები, პოლიციელები, სუსელები, დამრბევები, ზონდერები, ყველანი არიან ქართულ ოცნებაში მოკალათებულები და თუ რამის აკრძალვა უნდათ, აიგზალონ თავისთავად. ხო და არც მაგათი აკრძალვის გვეშინია და არ გვეშინია. ჩვენ ხედავთ უკვე წლების განმავლობაში, როგორ გვპირდება ოცნება იმას, რომ აკრძალავენ ნაციონალურ მოძრაობას, კომისიაც კი შექმნეს ამ პირობით და რეალური შედეგი ამას არ მოჰყვა. ჯობია ოცნებამ დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა საკუთარ პარტიაში, საკუთარი პარტიის რიგებში არსებული ადამიანებით, იმიტომ რომ დღეს ოცნება განაცდა. ნაციონალური მოძრაობის საკითხი მეტნაკლებად გამოკვეთილი არის. დანარჩენი ჩვენ ვერ ვიტყვით ამას წინასწარ, სანამ არ იქნება სარჩელის შემუშავება დასრულებული, იმიტომ უნდა არსებობდეს ისეთი, ასე ვთქვათ, სამართლებრივად დასაბუთებული მტკიცებულებები, რაც თქვათ, სხვაზე შეიძლება რომ გავცელდეს.